აჭარაში ფერმერები ციტრუსის რთველისთვის ემზადებიან, ვიდრე მოსავლის აღება დაიწყება, მეციტრუსეები ტრადიციულ პრობლემებს უჩივიან. წინა წლების მსგავსად მათ მთავარ საზრუნავს ამჯერადაც ნედლეულის გასაღება წარმოადგენს. ფერმერები აცხადებენ, რომ უპრობლემოდ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მანდარინის გაყიდვაა შესაძლებელი. მცირე ზომის პროდუქცია კი, რაც მოსავლის ნახევარზე მეტს შეადგენს, მიმღებ გადამამუშავებელი პუნქტების არარსებობის გამო ვყება. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 49 საწარმო დააფინანსა, თუმცა მათ შორის არც ერთი არ მოახდენს ნედლეულის გადამუშავებას. რა ტიპის წარმოებები დაფინანსდა აჭარაში პროექტის ფარგლებში და რატომ არ მოხდა მათ შორის ციტრუსის გადამამუშავებელი ტიპის საწარმოები? რეგიონის მეწარმეები აჭარისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც საუბრობენ. თემას დეტალურად მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ. წელს 60-70% უკვე ადრე მოსავალს რო უძახიან, ისეთი სახე მიიღო ციტრუსმა და ავიც პირველი პრობლემა არის გასაღების პრობლემა, მე რო ვუყურებ ამ ყველაფერს. ადრე ხელვაჩაურის რაიონში იყო წვნების გადამამუშავებელი ქარხანა. იქ მიიტანდი, ჩააბარებდი თქვა წელს დაპირებასავით იყო, რომ გაკეთდებოდა პავილიონები, მიმღები პუნქტები, მაგრამ სადმე ესეთი რამე არ ჩანს. სეზონი მოდის ციტრუსის ხალხი მარტო ყიდის სუპერს, ენესი რჩება გადასაყრელი, ვერსად ვერ ასაღებს. შარშან მაგალითად ციტრუსის ნახევარი ხალხმა გადაყარა.